შევიდე კონტაქტში. და არასოდეს არ დამავიწყდება ის პირველი დღე, როცა ჩამოვართვი ხელი. არა, ის არის. ნამდვილად ის არის. არის რეინკარნაცია, გოჩა არის. ბებია ჩემი, ყველაზე საოცარი რა არის, იცი? მახსენდება სიტყვები, ერთხელ მეუბნება გოჩა. მე არ ვიცი შენ როგორი ნიჭიერი ხარ, მე აქ ვხედავ, რომ ვერც ეკვალ და დაბოდიალო. თუმცა ბებია ჩემმა იცოდა ეს სიტყვები. რა არის, რას დაბოდიალობ, ანუ სიტყვა სიტყვით. აი რასაც ის მეუბნებოდა ბებია ჩემი. მე ვარ ძალიან დიდი მადლობელი იმისთვის, რომ როცა მე ბებია ჩემმა მთხოვა, რომ ჩამეტანა კალოშები და მე მას ვერ ჩაუსწარე. მე მომეცა საშუალება ბებია ჩემისთვის გამეკეთებინა ის საჩუქარი, რაც მე მან თხოვა. სიკვდილის წინ შევიძინე კალოშები, ძალიან დიდი ლამაზი ბროშები გავუკეთე ამ კალოშებს და გადავეცი. და ზუსტად ისეთი შეფასება ქონდა, როგორიც მას ქონდა ყოველთვის ჩემი საჩუქრის დროს. მივეცი და მთელი ცეკვების განმავლობაში მაფასებდა ძალიან ცუდად. ეს არავისთვის არ მომიყოლა, მე მინდოდა ჩემი შოუსთვის გამომეყენებინა და მასთან დიალოგი მქონოდა. გოჩამ არ იცის ამის შესახებ არაფერი. რა ვიცი, მადლობა გია ამ ისტორიისთვის. ბრალდისა ძალიან მწუხვა, რომ დავუშვათ ესე მტკივნეულად განიცდიდი იმ შეფასებებს და გეგონა, რომ ბებია შენი ძალიან მწუხვა. მე ხა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა შენს ცხოვრებაში რაღაც ახალი პერიოდი იწყება. იწყება ახალ გადაცემას. დიდი მადლობა თანადგომისთვის. შეიძლება ერთი რამე კითხო, რამდენი წლის ახარ? 42-ის. 42-ის. და ზღაპრების კიდე გჯერა? აბა, გოჩა, შეთქვევი, როგორ უნდა იყოს ბებია ჩემი? გამაგები. ნორმალური როგორ გამაგები. მეცინებოდა და იმიტომ რომ შენ გეტირებოდა კიდე, იცი რომ გეტირებოდა კიდე. შენთვის რომ გარმეწყენინებინა რომ ბებია შენც რომ იხსენები რომ ეს კი ყველაფერი ტყუილია, რასაც აი ყველაფერი.